მოგესალმებით, მე ვარ ნათია კალანდაძე, ეს არის გადაცემა „ისტორია სივრცე“, სადაც ისტორიულ და ლიტერატურულ საკითხებს განვიხილავთ მრავალშრიანი ანალიზის, კონტექსტისა და კრიტიკული გააზრების საფუძველზე. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ილია მეორეს ადამიანს, რომლის სახელი ნახევარ საუკუნეზე მეტია საქართველოს უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მისი მრავალწლიანი პატრიარქობა მოიცავს ეპოქებს საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებელ სახელმწიფომდე. დღევანდელ გადაცემაში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე მიმართულებაზე. საბჭოთა პერიოდის ეკლესიაზე, ასევე დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში ეკლესიის როლის ტრანსფორმაციაზე და ასევე ჩვენი მიზანია გამოვყოთ ილია მეორის როგორც ერის სულიერი მამის როლი და მისი ადგილი ქართული იდენტობის ფორმირებაში. სწორედ აი ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიოთ დღევანდელი ჩვენი სტუმარი, რელიგიათმცოდნე ისტორიკოსი პროფესორი ბატონი ნუგზარ ბარდაველიძე. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ და მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისათვის და მე პირველთავად თქვენთან და მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ და თქვენ გადაცემა. დიდი მადლობა. ბატონო ნუგზა, როგორც აღვნიშნე, გადაცემა ეძღვნება ილია მეორეს, ადამიანი, რომელიც არის ეპოქალური პიროვნება, ძალიან საინტერესო პიროვნება ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიაში და მე მინდა ცოტა შორიდან დავიწყოთ მასზე საუბარი. უფრო კონკრეტულად 1972 წლიდან, მაშინ, როდესაც საზოგადოების ალბათ დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ პატრიარქად კურთხევის, ასე ვთქვათ, პირველი მცდელობა ილია მეორის სწორედ 1972 წელს ასე ვთქვათ, უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს საკითხი მაშინ დადებითად რატომღაც ვერ შეფასდა. მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ ფაქტთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? რატომ ვერ მოხდა? კარგით, გავიხსენოთ ეს პერიოდი. პერიოდში მინდა აღვნიშნო, რომ ეხლა როგორი იყო მაშინ ეკლესია, მთლიანად 5 მღვდელმთავარი იყო, 53 მოქმედი ტაძარი იყო მთლიან საქართველოში და 11 იყო ქალაქ თბილისში. მაინც ჩანს, რომ ძირითადი მრევლი მაინც თბილისში იყო. მთავარი ტაძარი საპატრიარქო ტაძარი იყო სიონი და იქ მაშინ ეფრემ მეორე იყო. მე მახსოვს, იმიტომ ბავშვობაში ზუსტად მრევლი ვიყავი სიონში, ეფრემ მეორე იყო კათოლიკოს პატრიარქი და ხა თუ შევადარებთ იმ პერიოდს და შემდგომ პერიოდს, ძალიან დიდი განსხვავება, იმიტომ რომ რამდენიმე კაცი იყო ხოლმე წირვაზე და ისე დღეებში პატრიარქი კარგად მახსოვს იქ ან ტაძარში ან ეზოში იჯდა ხოლმე და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო რომ გასაუბრებოდა ესეთი ძალიან ადვილად ყველაფერი და იმ პერიოდში მაშინ რამდენჯერმე ილია მეორე მაშინ მეოფელია ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და იყო ამავე დროს მცხეთის სასულიერო სემინარის რექტორი. როცა თქვათ რაღაც დიდი განსაკუთრებული თქვათ ან დღესასწაულები იყო რაღაც მოვლენები, ის თბილისში სიონში წირვის დროს იღებდა პატრიარქთან ერთად მონაწილეობას, ამდენჯერ მის ქადაგებაც მახსოვს და აი მაშინათვე ის რაღაც ძალიან დიდ ესეთ შტაბ-ბიჭდილებას ძალიან დადებით შტაბ-ბიჭდილებას ტოვები და ყველა ადამიანზე ვინც თქვათ უსმენდა. ამიტომ 72 წელს, როდესაც იყო პატრიარქის, თქვათ, ეს არჩევნების წინა პერიოდი, რა თქმა უნდა, ერთი მომენტი დამახსოვრდა ძალიან კარგად იმ სიონის ტაძარში ვარ და იქ საუბარი იყო ამ მრევლის წევრებს შორის, რომ ვინ იქნება და ყველა მაშინ მახსოვს, რომ ესეთი თანაუგზნობდნენ მეოფე ილიას. და აი იქ მახსოვს ერთ-ერთი ესეთი მოხუცი ქალბატონი იყო მრევლის წევრი, რომელსაც თქვა, რომ გაჩერდით, ნულაპარაკობთ, ეს ღმერთმა იცის, ვინც იქნება მომავალი პატრიარქი. ეს ძალიან კარგად ესე იგი დავამახსოვრდა, რომ თვლი რომ ეს ადამიანები რაც უნდა თქვათ ამაზე ვისაუბროთ, ვიმჟელოთ, მაინც ღმერთი გადაწყვეტს, ვინ იქნება პატრიარქი. ნუ 72-ში მაშინ იყო თქვათ ამაზე თქვათ თქვენს კარგად შენიშნეთ, რომ იყო მოსაზრებები, რომ იქნებოდა, მაგრამ დავით მეხუთე დევდარიანი ის თანამოსაყდრე იყო და ის გახდა, ის აირჩიეს და ის გახდა პატრიარქი. უკვე აი 77 წელს მაშინაც ესე იგი ორი ფიგურა იყო. ვერ ვთქვით, რომ მარტო მეოფელიაზე იყო, ორი ფიგურა იყო, იმიტომ ნაწილი ამ სინოდის წევრებისა, მთავარეპისკოპოსები ვინც იყვნენ, ისინი ჩათვალეს, რომ უნდა სხვა ყოფილიყო ეს მოხუცი რომანოს პეტრიაშვილი იყო საკმაოდ
ნაყოფნიერი იყო, მასზე ფიქრობდნენ, მაგრამ ამ მხარემ ვინც მხარს უჭერდა ილია მეორეს, მან გაიმარჯვა და მოხდა მისი არჩევა და ინტრონიზაცია შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში. ბატონო ნუგზარ, როგორც ამბობენ და ისტორიაშიც ესე არის ცნობილი, რომ ეფრემის გარდაცვალების შემდეგ ილია მეორის აი 72 წელს რო დაუბრუნდეთ ისევ, ეს არის საბჭოთა ეპოქა. 72 წელზე მინდა დაუბრუნდეთ ისევ, ანუ მაშინდელ საბჭოთა ხელისუფლებას და ასევე უშიშროებას არ აწყობდათ, ასე ვთქვათ, მაშინ ახალგაზრდა იყო ძალიან ილია მეორე 39 წელს და როგორც ამბობენ, არ აწყობდათ აი ესეთი ძალიან აქტიური ეროვნულად მოაზროვნე, ასე ვთქვათ, სასულიერო პირი კათოლიკოს პატრიარქად 72-ში ხელისუფლებას არ უნდოდა, დიახ. მაგრამ ხელისუფლების გარდა სინოდის წევრებია, ვინც ირჩევდნენ, ხო? ეს ყველაფერი ხელისუფლებას არ უნდა გადაუბრალოთ. იმიტომ სინოდის წევრები იყვნენ და იქაც იყო რაღაც შინაგანი სიმპათია, ანტიპათიები, იმიტომ რომ ნაწილს არ უნდოდა მაშინ. თუნდაც აი რაც თქვენ სწორებდნენ, იმიტომ რომ დიახ, მისი საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე, კავშირებიდან გამომდინარეოდა, იმიტომ რომ იყო ძალიან ახალგაზრდა და აქტიური. ერთ-ერთი მიზეზი საერთაშორისო ურთიერთობები რა შუაში არის? საერთაშორისო ურთიერთობებს თუ გულისხმობთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არ არის. სასულიერო პირები მონაწილეობენ ეკლესიას შორის ურთიერთობებში. ესე იგი, საერთაშორისო ურთიერთობებში ვერ მიიღებენ ვერანაირი მონაწილეობას. რაც შეეხება ეკლესიას შორის ურთიერთობებს, კი ბატონო, უბრალოდ მას, ეხლა ეს მოწევა რა თქმა უნდა მოდიოდა მოსკოვში. დიახ. მოსკოვის საპატრიარქო მერე ანაწილებდა. რახან მეუფე ილიას მას იქ ჰქონდა დამთავრებული ზაგორსკის ეს აკადემია, მას კარგად იცნობდნენ, ენები იცოდა, ამას უნდა გაუსვათ. დიახ. ახალგაზრდა იყო, ანუ ფიზიკურად ჯანმრთელი იყო და მას ესე გადაფრენა, გადმოფრენები მისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იქნებოდა. ეხლა ბევრი ფაქტორია. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ვიზუალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? გამორჩეული ვიზუალის ფიზიკურ მდგომარეობასაც, იმიტომ აქ ზოგს უჭირდა, ხო, სიარული, ფიზიკურად გადაადგილებას უჭირდა, მოხუცები იყო რამდენი. ამიტომ არ არის გასაკვირი, ესე იგი, აი რამდენი ფაქტორი ჩამოთვალე. ის პირადი ნაცნობობა, რაც მოსკოვის საპატრიარქოს ჰქონდა, მე გეტყვით აქ მეც. აქ ზოგიერთი მღვდელმთავარი მაშინ დაწყენი იყო, რომ რა არის, მარტო მას იწვევენ და მარტო მას უშვებენ უცხოეთში, პირდაპირ რომ მოდისო, აი ესე ვთქვათ, მოსაწვევი. იქ უკეო მისი სახელი წერია, რომ გასაგები ერთხელ რომ წახვალდე იქ რომ იმ შეხვედრებზე რომ ვთქვათ, გამოხვალ სიტყვი და მოწონება იქნება, გასაგებია მე უკვე პერსონალურად მასზე გამოგზავნია. აქ მე გასაკვირს ვერაფერს ვერ ხედავ. აი რამდენი ფაქტორი თქვი, რის გამოც ვთქვათ, მას იწვევდნენ, მაგრამ თქვენ ახლა რასაც ვძავნებთ, იმ 5 წელიწადში რამე შეიცვალა, ისე ბრეჟნევის ხელისუფლება იყო, აქ შევარდნაძის რა ქვია, ხელისუფლება იყო საქართველოში, არც მაშინ უშიშროების თუ შინაგან საქმეთა თქვათ პირველი პირები არ შეცვლილა. ბატონო ნუგზარ, ალბათ დამეთანხმებით, რომ 1977 წლიდან, როდესაც ილია მეორე გახდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სრულად ახალი ერა დაიწყო ქართველი იერის ისტორიაში და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. თავად ილია მეორე, როდესაც სვეტიცხოველში მის მიერ წარმოთქმული სიტყვები არის, რომ მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. ფაქტობრივად განსაზღვრავს როგორც ეპოქას, ასევე მისი როგორც მომავალი პატრიარქის სამუქმედო გეგმას. მე თქვენგან როგორც ისტორიკოსისგან, როგორც რელიგიათმცოდნისგან მაინტერესებს რა ვითარება არის 1977 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში, აი ამ პერიოდისთვის. 77-სა და 12 შორის, ახან ჩვენ ეს ორი თარიღი, იმ პერიოდში დიდი არაფერი ცვლილება არ არის. არის ერთი გამოკვეთილი ფიგურა, მიტროპოლიტი გაიოზია, რომლის მეცადინეობით ეხლა კალენდარი გამოუშვა, მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ ზოგს გონია რომ საეკლესიო კალენდარი მან გამოუშვა. საეკლესიო კალენდარი 30-იან წლებში კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის დროიდან გამოდიოდა. უფრო ადრეც მე მგონი. მაგრამ გაიოზმა ეს განაახლა. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე იყო. იქ რაღაც საინტერესო ტექსტები შეიტანა. ეს 75 წლის კალენდარია. 76-დან უკვე ის მუყაოს, ესე იგი, სქელი ყდით იყო, როგორც ესე წიგნი ისე გამოდიოდა. ნუ ჩანდა მაშინ ის, თქვათ, ესეთი გამოკვეთილი ფიგურა იყო და ამიტომაც იქ მღვდელმთავრები ესე ორად იყოფოდნენ რა, ნაწილი თქვათ, იყო ვინც ალბათ
უჭერდა მხარს, მაგრამ თვითონ ეტყობა მიტროპოლიტი გაიოზის თვლიდა, რომ მაშინ ის ვერ გახდებოდა პატრიარქი და ამიტომ უნდოდა შედარებით ესეთი ხნიერი, ასაკოვანი მღვდელმთავრისთვის დაეჭირათ მხარი და რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, მეუფე ილიას მაშინ რა თქმა უნდა ხელისუფლებისგანაც ქონდა მხარდაჭერა. იმიტომ ახლა ისე წარმოვიდგინოთ, რომ ეს აი ამ ზასტოის პერიოდში, სადაც თქვათ ეს ცენტრალური კომიტეტი ან კომუნისტური პარტია აკონტროლებს ყველაფერს, ну იდეოლოგიურად მით უმეტეს, კი გასაგები ეკლესია გამოყოფილი იყო სახელმწიფოსაგან, მაგრამ მაინც რაღაც დონეზე ეს მეთვალყურეობა იყო. ეხლა ჩარევები მინდა აქაც განმარტებაში შევიდე. ახლა სოფლის მღვდელი იქ რა სიტყოდა, რა ჭირვა ჩაატარებდა თუ რა შემოსავალს აიღებდა, ვისაც შეაინტერესებდა. მაგრამ აი რა თქვენ ბრძანეთ, როცა საეკლესიო წარმომადგენელი მიდიოდა უცხოეთში, იქ ამ ეკლესიას შორის დიდ საერთაშორისო ფორუმებში იღებდა მონაწილეობას, ის უკვე რო გამოდიოდა, მას რაღაცნაირი პოზიციაც ჰქონდა ისეთი, რაც თვითონ მთელ სახელმწიფოს გააჩნდა. ეხლა რა პოზიცია არის, ეხლა ესეც მინდა განმარტებული რო იყოს, რომ იქ არავინ არ თხოვდა, როცა მღვდელმსახური მიდიოდა, მას რაღაც ამ გეგმების შესრულებაზე, გადაჭარბებაზე იმაზე ესაუბრა. ეს არ იყო მათ საქმე, მაგრამ იქ ამ მღვდელმთავარს უნდა თავის გამოსვლებში დაესაბუთებინა და დაერწმუნებინა ის უცხოელი სასულიერო პირები, რომ საბჭოთა კავშირი იღწვის მსოფლიოში მშვიდობისათვის. და აი ეს ამერიკელი იმპერიალისტები აჟღარუნებენ იარაღს, ხოლო საბჭოთა ქვეყანას უნდა მშვიდობა. და აი ამ კუთხით სახელმწიფოს და ეკლესიის, ესე ვთქვათ, ინტერესები, მისწრაფები იყო გზავსი. აი ეს. ამისათვის იქ ვინც მიდიოდა ეს მღვდელმთავრები, მე ხა კონკრეტულად არ ვსაუბრობ, არც ქვია უზრუნდეს ილიაზე და არც ხვებზე, იმიტომ ესე იგი იქ მარტო საქართველოს არ მიდიოდა, იქ მიდიოდნენ, აქვია მთელი 15 რესპუბლიკიდან, გასაგებია ეს ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელი მღვდელმთავრები. მათ უბრალოდ ჯერ ესეთი კარგად უნდა ცოდნოდათ, რა იწერებოდა იმ გაზეთ პრავდას მოწინავე სტატიებში, რომ აი ის თავარი მიმართულება რაც არის, მშვიდობის დაცვას ეხება სხვასაც. ის თავის ქადაგებებში, გამოსვლებში, საუბრებში, დიალოგებში, ინტერვიუებში ის ხაზი რაღაცნაირად გაეტარებინა. ბატონო ნუგზარ, მე მინდა შევეხო საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შორის არსებულ არც თუ ისე ჰარმონიული ურთიერთობას, რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი. არადა ვიცით, რომ ზვიად გამსახურდია მხარს უჭერდა ილია მეორის პატრიარქობას. რა მოხდა სინამდვილეში, როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? კი, მართალია, თქვენ რასაც ძად მაგაში გეთანხმებით, რომ ზვიად გამსახურდა იმ პერიოდში იმ მიტროპოლიტებს შორის ვინც მაშინ იყო ცალსახად მეუფე ილიას უჭერდა მხარს. ეს არ არის რაღაც საიდუმლო და ყველა მიცის. ის პიროვნულად ზვიად გამსახურდა, წინააღმდეგი იყო. აერჩიათ ესეთი მოხუცი, თქვათ, ფიზიკურად, ну, ხა მაინც შეზღუდული ფიზიკური უნარები ქონდა, სიარულიც კი უჭერდა მაშინ მეუფე რომანოს. ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამას წერდა ის თქვა თავის გამოცემებში, ის მიტროპოლიტ გაიოზის წინააღმდეგიც იყო, არ უნდა ის რომ გასულიყო პატრიარქი და ну იმ ფონზე ვინც იყვნენ, გასაგებია ილია შიულაშვილს უჭერდა მხარს. და აი რა გახდა ეს დაპირისპირების მიზეზი რა იყო? აი განსაკუთრებით 99-92 წლებში, ну ეს იყო ეს კრიზისული პერიოდი, ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება, იდეოლოგიურად სხვადასხვა მხარეს ყოფნა თუ აი რამ გამოიწვია ეს დაპირისპირება? ესე ძალიან ძნელია, მაგრამ ჩემი ვარაუდებით. დიახ, თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. ჩემი ვარაუდებით ზვიად გამსახურდია სუნდოდა რომ ეკლესიას, მათ შორის პატრიარქს და ეკლესიას ქონოდა უფრო გამოკვეთილი ისეთი პოზიცია, როგორც ეროვნულ მოძრაობაში იყო, ეს უფრო გამოკვეთილად ყოფილიყო. დიახ. რაც ახლა თქვენ აი მე არ ვიტყვი რომ დაპირისპირება იყო, მაგრამ ნუ რაღაც ესეთი ამის შესახებ შეიძლება რაღაც ნუ სურვილები კამათიც იყო, იმიტომ რომ გამსახურდა ეროვნულ მოძრაობის ნაწილს, უნდა რომ ეკლესიის პოზიცია მკვეთრად ყოფილიყო, ესე გამოკვეთილი. მაგრამ მე მესმის თვითონ პატრიარქ ილია მეორისთან საერთოდ ეკლესიის პოზიცია მაშინ, რომ მათ არ უნდათ რომ რისკის ქვეშ საკუთარი თავი კი არა,
ეკლესია სამღვდელოება მორწმუნეები დაეყენებინათ. ეხლა ესეც შევა ზოგს გაუკვირთ. იცი რა მაპატია დღევანდელი დღიდან აი ამ გადასახედიდან შეიძლება ყველა ჭკუა დავარიგო და რატო ესე იგი დავამუნათოთ რატო ესე არ მოიქეცი. ეხლა თავისთავად წარმოედგინათ იმ პერიოდში. იმ პერიოდში კი არა რა პერიოდი გაიარეს. დიახ. იმიტომ თვითონმა მღვდელმთავარმა რომლებიც წლები აწლეულები იყვნენ ეკლესიაში როგორ გაიარეს რა გაჭირვებით მოდმები თვალთვალით შევიწროებით ხო უნდა მის ესე ფსიქოლოგიური აი სურათით წარმოვიდგინო და მე ვთვლი რომ ესე განკითხვა არ შეიძლება მაშინ ისე იცოდნენ აი რისი თქვათ აი ეს მანამდელი გამოცდილებაც აძლევდა ამის დიახ ბუნებრივი ეპოქას ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო რა თქმა უნდა ეხლა ვინც ეხლა ახალ თაობა ეხლა დაიბადა ეხლა სხვანაირად უყურებენ მაგრამ ის მაშინ რაც თქვათ იყო ის პერიოდი ახლა ეს უნდა დაგვაუჩნდეს რომ მაშინ დიდი დღესასწაულების დროს განსაკუთრებით თქვათ აი აღდგომა რო იყო მაშინ იქ სხვადასხვა რეიდებიც ეწყობოდა ხო იმ ტაძარ ეკლესიებში გადიოდა ეს რეიდები ტარდებოდა სანამ ჩართული იყვნენ პარტიული აქტივიც, კონკავშირული აქტივი, სამეურნეო აქტივი და სხვა შორის ხა წარმოიდგინეთ შეიძლება ეკლესიაში 100 კაცი ყოფილიყო მრევლი იმ დროს და ერთი 100 იდგა ეკლესიის გადაღმა ქუჩაში ეს მაკონტროლებელი. ეს მე 88 წლიდან მაშინ ვინ საბჭოში მუშაობდა და სხვა შორის მეც ეს მაშინ ვურჩიე კიდეც ეს სახელმწიფო სტრუქტურებში და მე იმათ ალბათ პარტიულ სტრუქტურებსაც მოახსენეს რომ ეს მეთქი რა საჭირო პირიქით უფრო ხალხმრავლობა იქმნება ეკლესიის წინ მიუშვით ვისაც უნდა რატო აფერხებთ აქ დანის ხალხი რისთვის იდგა იქ თვითონაც ეზარევა იდგნენ ნახევარ საათი მე ზოგი ჩუმად შეძვერებოდა სამთლებს ანთებდა და მიდიოდა რა აზრი ქონდა საერთოდ ადამიანს რასაც უშლი ის უფრო აინტერესებდა უფრო უნდა ბატონო ნუგზარ, მე მინდა შევეხო ასევე წითელი რეჟიმის სასტიკ ვერდიქტს, უფრო კონკრეტულად 1983 წლის თვითმფრინავის ბიჭების საქმეს, რომელიც ერთ-ერთი ძალიან გახმაურებული და ტრაგიკული ფურცელია საბჭოთა საქართველოს ისტორიაში. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლებამ გამოუტანა სასტიკი, ასე ვთქვათ, ვერდიქტი, ფაქტობრივად სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა. იმ პერიოდის ხელისუფლებას მიმართა პატრიარქმა ილია მეორემ თხოვნით, რომ შეეწყალებინათ ბრალდებულები, თუმცა არათუ შეიწყალეს ისინი, არამედ ილია მეორემ ეს თხოვნა უკან გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი? რატომ მოხდა ზეწოლა პატრიარქს? მარტო პატრიარქს არ ხე გეტყვით იქ რო იყო. იქ უბრალოდ, ნუ თქვათ, იქ მოხდა დანაშაული, თვითმფრინავის გატაცების ცდელობა იყო, იმას მოყვა მსხვერპლი, გასაგებია ხელ როცა თქვათ ხერბლია იქ ვიღაცა უნდა დაისაჯოს ხოლმე მაგრამ იქ იყო ის მღვდელი ჩიხლაძე რომელიც საერთოდ შეხება არ ქონდა არც იმ აქტთან არც ნუ საერთოდ იქ უბრალოდ იცნობდა მაგრამ ხო უბრალოდ ნაცნობა თუ ქუჩაში შეხვდა ადამიანი და შეიძლება ახლობელიც იყოს ნაცნობით ეს არ ნიშნავს რომ ის კრიმინალი იყოს და ის რამე მონაწილეობდა მას იღებდა თქვათ აი ამ აქვია ტერაქტის მომზადებაში. აი ეს ნამდვილად ძალიან უსამართლო იყო და მაშინ ცალსახად, ნუ შეიძლება იყო ნაწილი რომლებიც თვლიდა რომ კი იმათ დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ, ესეც სასტიკ დაჟას არავინ არ ველოდით მაშინ, მაგრამ რაც შეეხება იმ მამა ჩიხლაძეს მიმართ, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. გასაგებია მაშინ საზოგადოების ნაწილში ეხა ეგრეთ წოდებული ინტელიგენციას ვეძახიან იღენ წერლები, მხატვრები, სხვაებიც, რომლებმაც თქვათ გამოჩენილი თქვათ ადამიანები თავიდან ესეთი პეტიცია შედგა და იყო ხელმოწერები. მათაც უკან გაიტანეს, ეხლა მაინდამაინც ჩვენ ავდგეთ რატო პატრიარქმა გაიტანა და მათ გაიტანეს. ამათაც გაიტანეს და თქვა მასშტაბური ზეწოლა იყო ეს საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან. ალბათ იყო, ხა წარმოიდგინეთ ადამიანი ადგა დაიწყო პეტიციის მომზადება მერე და ხელმოწერებზე შემოყ. იმ პერიოდში ხა ეს გონია ვინმეს გამორჩა, ხა თვითონ არ იცოდნენ რომ ამას შეიძლება რაღაც ესეთ საჯელი მოყოლონ, მაგრამ გააკეთა ამ ხალხმა. მაგრამ მერე ეთყობა ეს ზეწოლა იმხელად დიდი იყო, ალბათ პირადად შევარდნაძის მხრიდან, იმიტომ ის თვითონ იყო ჩარეული ამ საქმეში. რომ ხა მე არ მიკვირს რომ იქ იმათ უგან გამოიწვიეს.
მე მინდა შევეხო ასევე 1991 წლის 9 აპრილის თემას, ზვიად გამსახურდიამ გამოეცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ამ დროს უზენაეს საბჭოში არ იმყოფებოდა ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. როგორ ფიქრობთ, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას? რატომ არ იყო მას როგორც სასულიერო პირს არ ქონდა, ასე ვთქვათ, უზენაეს საბჭოში ყოფნის ვალდებულება თუ რა იყო აი ამ ფაქტის? თქვენ ასადა შეიძლება ესეც იყოს, იმიტომ რომ როგორ თქვა ეკლესია გამოყოფილია, მაშინაც გამოყოფილიყო ეკლესია სახელმწიფოდან, ჩათვალეს რომ ეს ამბავი თქვა, ეს ყველაფერი არა ეს რითაც დაგვიგინდა, არა 99 წლის 9 აპრილი და 2 წლის თავზე ხდება ეს ამბავი, ეს თავარი აქ ლომისილს այդ ყველაფერი იყო ამ ეროვნულ მოძრაობას მათზე და მათ მოიტანეს ეს გამარჯვება. ეხლა ეგ რატო არ ესწრებოდა ილია მეორე, ალბათ არ მიიწვეს და იმიტომ არ ესწრება, თვითონ ხარ დაუპატიჟელოთ არ მიადგებოდა იქ, მაგრამ შემდგომ ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ მაშინაც პრეზიდენტი ხო დადიოდა ეკლესიაში. ხო ხდებოდა პატრიარქს. აი ეხლა მე არ მინდა ამას რაღაც სხვა კუდები გამოვაბათ, რომ ერთმანეთში პირადი უთანხმოება ქონდა, ესე არ იყო. უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება ჩათვალეს იმ მომენტში, რომ ვთქვათ არ მიეწვიათ. იქ იყვნენ მარტო ისინი, ვინც ეხლა რომ შევხედოთ, ვინც თავისი 8 წლის შეიტანა იმ დიდი თარიღის არა საქართველოს დამოუკიდებლობის მოტანაში და ალბათ ისინი თვლიდნენ, რომ ამ ხრივ ეს ეკლესიის 8 წლი შედარებით ნაკლები. ბატონო ნუგზარ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდგომ მოსულ ძალებს ილია მეორემ ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, როდესაც ისინი დემოკრატიულ ძალად აღიარა. ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არის, ზოგადად კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის, ასე ვთქვათ, პოზიციაზე, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი აზრი. რატომ მოიქცა ასე კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე? მან თავიდან აირიდა დაპირისპირება, ის ძალიან მძიმე პოლიტიკური ფონი, რომელიც მაშინ ქვეყანაში იყო, როგორ მიგაჩნიათ ეს არის დიპლომატია თუ პოლიტიკური არჩევანი? ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ ეს კითხვა, პასუხით შეიძლება მაგ კითხვაში ვნახოთ. გეტყვით მაინც, უბრალოდ რომ გავიხსენოთ. შევარნაძე როცა ჩამოფრინდა პირველი აეროპორტიდან, ის გაეშურა ეკლესიაში და შეხვდა პატრიარქს. ამით მან თქვა, ცდილობდა რომ აი ეს ლეგიტიმაცია მიენიჭებინა თავის ჩამოსვლისთვის, რა თქმა უნდა, მისი ჩამოსვლა იყო ლოგიკური გაგრძელება იმ სახელმწიფო გადატრიალების, ხო? რაღაც ესეთი საკრალიზაცია ყოფილიყო. ანუ შევანაძე როგორც ესე ვთქვათ, გამოცდილი პოლიტიკოსი, დიდი ორგანიზატორი, კარგად თვლიდა, როგორ შეიძლებოდა გამოიყენებინა მას ყველა საშუალება და მათ შორის ერთ-ერთი ვთქვათ, ყველაზე ეფექტური საშუალება ეკლესიის როლი აი ამ გადატრიალებაში და მის ჩამოსვლაში და ხელისუფლებაში მოსვლაში. ამიტომ ამას ეხლა დავაკვირდი, აქ მარტო 91 და 12 წლები კი არა, შემდეგ რომ მიუყვეთ, არა, უკვე შევანაძეს პერიოდიდან. განსაკუთრებით აი ეს 90-იანი წლები, როგორ აქტიურად იყო, ანუ ეკლესია ახსენდებათ არჩევნების წინ. ისე არ ახსოვთ. არჩევნების წინ ახსენდება და იმ პერიოდის თქვათ ეს წინასაარჩევნო პლაკატებს თუ ნახავთ, პირდაპირ თუ ირიბად ხედავენ ისინი ცდილობენ თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის რაღაცნაირად ეს ეკლესია, რელიგია, ქრისტიანობა, მათ შორის პატრიარქის სახელით გამოიყენონ. ამას აშკარად აკეთებენ. იმიტომ რომ ეკლესია არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია საქართველოში და ეს ავტორიტეტული, იმიტომ იყო ეხლა გამსახურდიას დროს, გამსახურდიას ქონდა ყველაზე დიდი ავტორიტეტი. ეკლესიას არ ქონდა მაშინ ისეთი ავტორიტეტი, როგორც ზვიად გამსახურის და მრგვალ მაგიდას. მაგრამ დააკვირდი შემდგომ უკვე თქვათ, აი ეს ხუნტა ამ გადატრიალების საშუალებით მოსული ხელისუფლება, შევარნაძე, რომელსაც მანამ ძალიან კარგად იცნობდა ქართველი ხალხი მისი ამ ცეკას დივნოვიდან თუნდაც იმ ფაქტიან თქვერაც. აღნიშნეთ, გასაგებია, მას ჭირდებოდა, რომ აი ესე იგი ეკლესიაც, ანუ აი საკრალიზაცია მიენიჭებინა მისი ხელისუფლებისას. არ უნდა გავიკვირდეს.
ბატონო ნუგზარ, მე ასევე ძალიან მაინტერესებს ერთი საკითხი. სოფლიო პატრიარქის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი. ბუნებრივია კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს აქვს მხოლოდ პრივილეგია ავტოკეფალიების მინიჭების. აი ამ პერიოდში საქართველოში როგორ მიმდინარეობდა მთელი ეს ასე ვთქვათ მოსამზადებელი პერიოდი? 77 წლიდან 78 წლიდან ავიღოთ, ხო? 77 წლის დეკემბრის ბოლო, 25 დეკემბერი 78 წლიდან აი ეს პროცესი, სამუშაო პროცესი როგორ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვთქვი, რომ ილია მეორეს აი ამ 49 საუკუნეა, ხო, თითქმის პატრიარქობის დროს რამდენიმე არის ძალიან გამორჩეული. ერთ-ერთი ეს არის, უმთავრესი არის, იმიტომ რომ მან დაუბრუნა საქართველოს ეკლესიას ისი ავტოკეფალურობა, რაც სამწუხაროდ, აი ამ ძნელბედობის გამო, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, ქონდა დაკარგული. დიახ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ნამდვილად. ეხლა როგორ მოხდა, იმიტომ მართლა ძალიან საინტერესო არის. ჩვენ ვიცით, რომ მანამდე 53-ში თქვათ აიძულეს ის მოსკოვის საპატრიარქო ეკლესია, რომ ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობა. ინო 17-ში როცა გამოცხადდა. თვით გამოცხადება იყო ხო ეს? 17-ში როცა გამოაცხადა. იქ რუსეთის ეკლესია, რომლის ნაწილი იყო მანამ საქართველოს ეკლესია 1811 წლიდან, ხო? ანუ 1811 წელს ვიცით გაუქმეს. მცხეთის საკათალიკოსო ხო, გაუქმეს. აი 17 წელს როცა მოხდა ისი გამოცხადება, იქიდან 53 წლამდე საქართველოს ეკლესიას, ეს პატრიარქებს უწევდათ ბრძოლა იმის დამტკიცება, რომ მათ კანონიერად ეკუთვნიან. მაგრამ ეს უნდა ჯერ მოსკოვის საპატრიარქოს უნდა ეღიარებინა. მათ აღიარეს. მაგრამ აი ეს ტომოსი, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი გასცემს, ის აი 90-ში მოგვცეს მხოლოდ. ეხლა რო გავიხსენოთ, უკვე აი 78 წლიდან რო ავიღეთ. მაშინათვე თქვა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც დაისახა პატრიარქმა ილია მეორემ, ეს იყო, რომ აღდგენა მომხდარიყო. ამისათვის, რა თქმა უნდა, იყო მრავალი შეხვედრები, თქვა. აი ზუსტად ეს მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობდა. თქვა, ისე შეხვედრები, სადაც ცდილობდა ამას. რა თქმა უნდა, იქ წინააღმდეგობა იყო. წინააღმდეგობა არა იმდენად იმიტომ კი არ იყო, რომ თქვა, მსოფლიო პატრიარქს არ უნდოდა. უბრალოდ ჯერ უნდა გავიხსენოთ, რომ ის ავტოკეფალია ჩვენ კონსტანტინოპოლიდან მიღებული არ ქონდა, ეს ანტიოხის პატრიარქიდან იყო მიღებული. ესეც, ნუ თქვა, მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიას ისინი მისცემდნენ, მაგრამ იკავებდნენ, ესეც პოლიტიკური თამაშები იყო, იკავებდნენ თავს, ნახე რა წინადებით გამოდიოდა მსოფლიო პატრიარქი, კი მოგცემთ, მაგრამ მაშინ თქვენ ის დიპტიხში, ანუ თქვენი ადგილიც მოითხოვეთ. ანუ ეს რას ნიშნავდა, რომ ის რუსეთი კი არ უნდა იყოს მეხუთე ადგილზე, მაშინ თქვენ გეკუთვნით, იმიტომ რომ თქვენ ყველაზე ადრე გაქვთ მიღებული. ანუ რას ნიშნავს, რომ ეს კონსტანტინოპოლის, თქვა, ანტიოხის, იერუსალიმის, ალექსანდრიის პატრიარქების მიერ მოდის საქართველოს ეკლესია, თავის ავტოკეფალით. და რუსებმა ეს გვიან მიიღეს. ამიტომ თქვენ დიპტიხში ის ადგილი მოითხოვეთ. ეხლა წარმოიდგინეთ რა მძიმე და ესეთი მომენტი ეხლა საბჭოთა პერიოდში, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თქვა, ის მოსკოვის საპატრიარქოს უჭერს ყველანაირად მხარს და იქ თქვა აი ესეთ სიტუაციაში მოგეთხოვ არა ჩვენ რუსეთის ეკლესიაზე წინ უნდა ვიყოთ ამ დიპტიხში. ეს ძალიან ისეთი მე ვიტყოდი ესეთ ეშმაკურად შემოგდებული იყო წინადადება მსოფლიო საპატრიარქოდან, მაგრამ აი თავისი ამ გონიერებით, სიბრძნით პატრიარქმა შეძლო ილია მეორემ, რომ თქვა ეს საქმე ესე კარგად და დადებითად დაგვირგვინებული იყო. რა თქმა უნდა, მას იმ პერიოდში 80-იან წლებში საქართველოს ხელისუფლებიდან ჰქონდა მხარდაჭერა. ეხლა ისე არ არის თქვა ზოგს როგონია, რომ იქ თქვა კომუნისტური ხელისუფლება იყო და მარტო იმას ფიქრობდნენ, რა გაეფუჭებინათ. არა, ეხლა პატრიოტი ადამიანები იქაც იყვნენ იმ ხელისუფლებაში, ზუსტად აი პატრიოტული ხედვა რო იყოს 77-ში, იმიტომ დაუჭირეს მხარი, თორე პრინციპში აირჩევდნენ რომანოს პეტრიაშვილს. საბჭოთა იდეოლოგიიდან გამომდინარე, ის ერჩივდა, ხო, რაც შეიძლება სუსტი პატრიარქი ყოფილიყო.
მაგრამ ახალგაზრდა ძლიერი განათლებული ახან მას დაუჭერეს მხარი, რომ ესე იგი ჩანს, რომ მაშინაც ესეთი პატრიოტული მომენტი ხელისუფლებაში ჰქონდათ. და ასევე მერეც ეს დახმარება იყო, იმიტომ რომ იქ საკმაოდ ძვირფას საჩუქრები ხელისუფლებამ გაუკეთა მაშინ, რომ გადაეცა თქვათ იმ ბერძნული ეკლესიის წარმომადგენლებისათვის. ეს არის დიდი პროცესი, რომელიც აი 78-დან 90 წლის განმავლობაში ესე დროში ესე იგი მიდის, ძალიან თქვათ ინტენსიური, ძალიან დიდი მუშაობა და იქ მე უბრალოდ ეს არ არის დასამალები, ხელისუფლების ხარდაჭერაც იყო. და დაგვიგვინებდა, რომ მართლაც ეს იყო თქვათ ისტორიული, რაც გვეკუთვნის ჩვენ მისი აღიარება. მისი აღიარება, რომ ეს ნამდვილად საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის და გასაგებია თქვათ იქ ერი-ბერი ყველა ერთად ვიყავ. ბატონო ნუგზარ, მსოფლიო პატრიარქმა აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რომელსაც არ შეუერთდა საქართველო. როგორ ფიქრობთ, რა გარემოებები აბრკოლებს ჩვენს ეკლესიას უკრაინის ეკლესიის აღიარების გზაზე? ხომ არ არის ეს მიზეზი, თქვათ ის პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, რომელიც დღესაც რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი ფაქტორი, ესე მარტივად ზოგს რო გონია, ესე მარტივად არაფერი არ ხდება. ეხლა რაც შეეხება იმ უკრაინის აღიარებას და სოფლიო პატრიარქმა როის ტომოსი გასა 2019 წელს იყო, ძალიან კარგად მახსოვს, ტელევიზიით ჩანაწერსაც ვუყურებდი. ეს პირველ რიგში იყო უკრაინის მაშინელი პრეზიდენტის პოროშენკოს აი მისი დიდი ძალისხმევა. რა თქმა უნდა, ეკლესიასთან ერთად. მაგრამ ის უშუალოდ მისი ძალისხმევა იყო, იმიტომ ის შემთხვევითი არ იყო. იქ როცა სტამბოლში ჩავიდნენ იმ სახურებაზე წმინდა გიორგის თქვათ იმ ტაძარში სტამბოლის სოფლიოს პატრიარქის რეზიდენციაში იქ პოროშენკო ერთ-ერთი პირველი იდგა იქ და მერე მასაც მიულოცა და მანაც მიულოცა. ეს იყო აი ზუსტად იმის ჩვენება, რომ უკრაინა ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფო არის, რომ ის რუსეთის აი ამ ბატონობიდან ცდილობს საბოლოოდ გამოსვლას და ეხლა რაშია საქმე. 91 წელს უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა. უკრაინის ეკლესია არ არსებობდა, ეს რუსეთის ეკლესია, ხოთ ეგზარხოსი იჯდა კიევში და იქიდან მთელ უკრაინის მასშტაბით აი ამ ეკლესიებს წყემს თავრობდა. ეხლა არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ხა ვინც არ იცის, გონია რომ თქვათ აი ხა რუსეთში უფრო მეტი ტაძარ მონასტერია, მეტი მართლმადიდებლები არიან, ვიდრე უკრაინაში, მაგრამ ესე არ არის. 2/3 მოქმედი ტაძარ ეკლესიებისა, აი რასაც ეს რუსეთის საპატრიარქო, მოსკოვის საპატრიარქო, მოსკოვი და სრულიად რუსეთის ხო საპატრიარქო, მისი ტაძარ ეკლესიების 2/3 არის უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ მისი ხელიდან გაშვება, თქვათ, არ უნდა, იმიტომ რომ ძირითადი მრევლი დასამალე არა, ძირითადი შემოსავალი იქიდან აქვს. აბა რუსეთის დიდი ნაწილი ან ათეისტია, ან მუსლიმი არის და ან თქვათ ფორმალურად არის რუსი და ქრისტიანი, რომელიც საერთოდ რა ქვია ეკლესიაში არ დადის. ძირითადი ნაწილი ესია. ხო და გასაგები ეს ყოველთ მიუღებელი იყო რუსეთის ეკლესიისთვისაც და რუსეთის ხელისუფლებისთვისაც. ამიტომ ეს ძალიან მწვავედ წავიდა ეს საკითხი. ძალიან მწვავედ. თავიდან იქ იყო 5 დამოუკიდებელი ეკლესია შეიქმნა 91-ში მახსოვს, მერე იქ რაღაც გაერთიანება ხდებოდა, ბოლოს ესე იყო. თქოს ნაწილი რომლებიც არ ცნობდნენ ამ ეგზარხატს, ცალკე იყო ეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია და ცალკე იყო ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის აქვე ეგზარხატის ქვეშ. იქ შორის აი დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია, რომ რამდენიმე ქართველი მღვდელმსახურიც არის, აი პერიოდში მახსოვს, მე ხა ვიცნობდი იმას, ზოგი ჩემი სტუდენტიც იყო, იქ წავიდნენ, ხელდასხმა მიიღეს და ეხლაც იქ მსახურობენ. იქ არის ამ დამოუკიდებელ უკრაინის ეკლესიაში. გასაგებია რუსეთის ეკლესიის და რუსეთის თქვათ სახელმწიფოს რა გაბრაზება, განრისხება ყველაფერი, მათ ეს თვლიდა, რომ ეს არის დარტყმა, აი მათ წინააღმდეგ ერთ-ერთი ესეთი დარტყმა. ზოგში აი ხანჯალი ჩაარტყეს ესეთია და ეს ძამწვავი. გასაგები ახლა აი როგორი რთული ვითარება ახლა ჩვენ ძალიან ყველაფერს უნდა ესე გლობალურად შევხედოთ, მასშტაბურად შევხედოთ. აქ ნახეთ პრობლემა რაშია.
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ ეკლესიებში. ორი ესეთ თვითგამოცხადებული ეკლესია, ორი ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ თავის დამოუკიდებლობის მიღებას. ეხლა იურიდიულად უნდა თუ ხა ფორმალურად ისინი დამოუკიდებლები აქ ვინ ჩადის, ვინებს უშვებენ იქ. ხო, მაგრამ ეს უნდა აი კანონიკურ საფუძვლებზე რო იყოს. ერთი ჯგუფი ცდილობს რომ ეს რუსეთის ეკლესიიდან მიიღოს, მეორე ჯგუფია რომლებიც ცდილობდნენ ეს მიიღონ სოფლიო პატრიარქისაგან, ხო? და ამიტომ ესეთ ვითარებაში რომ საქართველოს ეკლესია ესე გამოვიდეს, აშკარად დაუპირისპირდეს რუსეთის ეკლესიას. დიახ. არა, რაღაც რისკების შემცველი შეიძლება იყოს, მე არ ვამბობ იყოს, შეიძლება იყოს და ამიტომ არ არის გასაკვირი, როცა პატრიარქმა შეითავს, არ ვიცი უკვე ბიჭვინთის და ცხუმ აფხაზეთის მწყემსთავარიც გახდა. ხო, ის შეითავსა თავისი ხო, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ მაინც ეს არ შველის ამით ამე უბრალოდ რუსეთის ეკლესია და რუსეთის სახელმწიფო ვაჭრობს. რომ არ უნდათ რომ ჩვენ თქვათ ეს უკრაინის ეკლესია აღიაროთ. თორე დანარჩენმა ბერძნულმა ეკლესიებმა, სხვა ეკლესიებმა აღიარეს და ყველაზე ცუდი რა არის აქ, რომ მოსკოვის საპატრიარქო უკვე ლოცვებში აი 5 წელი აღარ მოიხსენებს სოფლიო პატრიარქს. დიახ. ბატონო ნუგზარ, მე მაინტერესებს 1987 წლის პატრიარქის პირველი ოფიციალური ვიზიტის შესახებ რომ მესაუბროთ. თქვენ როგორც ორგანიზატორი ერთ-ერთი. ორი სიტყვით მაშინ ვიტყვი 80-იან წლების დასაწყისზე, როცა პატრიარქი სოფლიო ეკლესიათა საბჭოს თავმჯდომარე იყო, მაშინ ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჩამოდიოდა და აი ამას იმ მომენტში დადებითი რა მოუტანა თქვათ ეკლესიას. ეხლა ზოგი ვიცი რომ ეხლა ბევრი კრიტიკულად უყურებს, მაგრამ ესეც არ არის საქმე. იმ პერიოდში ჩვენი ეკლესიის ცნობადობის გაზდა მით უმეტეს ჯერ ტომოსი არა გვაქვს, ხო? დაგვერდით მართლმადიდებელი ეკლესიები გვაღიარებენ, მაგრამ რაღაც ცოტა ისე რომ ოფიციალური არ არის. ხო, ოფიციალური არ არის. უფრო მეტი აღიარება შეიძლება ყოფილიყო თქვათ კათოლიკური ეკლესიიდან, პროტესტანტული ეკლესიებიდან, მაგრამ მართლმადიდებლები ცოტა რაღაც ესეთი ეჭვისვალით იღურებენ და ამ პერიოდში წარმოიდგინეთ, როცა იქ სოფლიო პატრიარქი ჩამოდის, სხვა პატრიარქები მოდიან, იწვევენ იქ, არა? ეს არის ცნობადობის გაზრდა. უამრავი ჟურნალისტი ჩამოდის ასევე, ვინც აი საეკლესიო თემებს აშუქებს და გასაგებია სახელმწიფო ერთგვარ დათმებზე მიდიოდა ეკლესიის მიერ. ამან ძალიან ხელი შეუწყო. ეხლა წარმოიდგინეთ 1980 წელს ახალციხეში გახსნეს, დაკეტილი ტაძარი იყო იქ, ეხლა ახალი არ აუშენებიათ, მაგრამ გაიხსნა ოფიციალურად იქ მღვდელმსახურიც გაიგზავნა რაბატში წმინდა მარინეს ტაძარი არის. ძალიან ცნობილი რეგიონში. 1980 წელია, ბრეჟნევის პერიოდია, ზასტოია. ერთი ფაქტი ვინა მოიყვანოს საბჭოთა კავშირში, სადმე ესე ეკლესია გახსნეს. ხო? იშვიათია. და აი ეს დამსახურება არის, რა თქმა უნდა, პატრიარქის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების, ხო, რომ დათმობაზე წავიდნენ, ის სხვადასხვა ფაქტორებია, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ აი ცნობადობა რახან იზრდება, უცხოელები რახან ჩამოდიან, აბა ხო არ აჩვენებენ უცხოელებს, რომ აქ ეკლესია ესე ძალიან შეზღუდული არის. ამ პერიოდში გამოდის ჟურნალი ჯვარივაზისა, საღვთისმეტყველო კრებულები გამოდის და აი ამ პერიოდში 87 წლის ივლისია ხა პატრიარქი რა თქმა უნდა მოგზაურობს დადის, მაგრამ ეხლა თქვენ ახალციხე ახსენეთ, რატო იყო იქ პრობლემა? სხვაგან არ იყო პრობლემა ჩასulis, მაგრამ იქ იყო, იმიტომ რომ იყო მაშინ მოქმედა ესეთი კანონი, ეს იყო საზღვრისპირა ტერიტორია. საზღვრისპირა ტერიტორიაზე ესე ჩასვლა, თან მით უმეტეს იქ ერთი კაროსი იყო თანამგზავრები, ვინც გაყვნენ პატრიარქს, ხო? ამაზე უნდა სპეციალური ვიზა გაკეთებულიყო, მომზადებულიყო ეს ვიზები, რომ გაეცათ ჩასულიყო. ასევე ის ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ვთქვათ, ის რაიკომის დივანი, აღმოსკომის თავმჯდომარე, ამას ახლა როგორ შეხვდებოდა, დაიბნეოდნენ რაღაცა, შეიძლება რაღაც ცოტა, ვთქვათ, ისე არ დახვედროდნენ, როგორც საჭირო, ან საერთოდ დამალულიყვნენ თვითონ, ან რაღაცნაირად ხელი შეეშალა და ამიტომ ეს იყო პატრიარქის სურვილი,
მან სურვილით მიმართა მაშინელ ხელისუფლებას მინსა საბჭოს, აქ ცეკაზე და იმაზე არ არის საუბარი, მინსა საბჭოს, მე არ ვიცი, მინს საბჭომ სად ვისა როგორ შეათანხმა და შეათანხმა და აი ამ პერიოდში დაიგეგმა ეს იყო თავიდან გათვლილი რაღაც 3-4 დღე ახალციხის, ადიგენის და ასპინძის რაიონების მონახულება და ვახტე მეც იქ ვიყავი და ეხლა ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი. აი მთავარი ტაძრები ეს არის ზარზმის ტაძარი, ეს არის საფარა და ვარძია. ნუ მაშინ ესენი მუზეუმები იყო და იქ არანაირი ღვთისმსახურება სანთლის დანთებაც წარმოუდგენელი იყო. ერთი რომ ღვთისმსახური არ იყო საერთოდ მთელ რაიონში. იმ ადიგენ ან ასპინძაში. ნუ ახალციხეში იყო ერთი ღვთისმსახურის მარინეს ეკლესიაში. და რა თქმა უნდა მისი მონახულება თავა ესეთი საბაბი იყო, რომ აი თქვათ მოქმედი ეკლესია და იქ ჩასულა უნდა, ამაზე უარს ვერ ეტყოდნენ, მაგრამ არა მოქმედი ეკლესიაში რომ ჩასულიყო და წირვა ლოცვა ჩაეტარებინ, ამაზე რა თქმა უნდა სახელმწიფოს ხარდაჭერა იყო აუცილებელი. და მართლაც აი სამეოს მთავარი ტაძარი იმ პერიოდში მაშინ თხოვა პატრიარქმა და სახელმწიფო ნუ რაღაც ერთი თვის თუ რაღაც ორი თვის განმავლობაში გადასცა. აქ იცი წინააღმდება კიდე იყო ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მხრიდან. ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველო ესეთი ორგანიზაცია, ესეთი დიდი მასშტაბური, რომელიც მართლა ტაძარ მონასტრების, თქვა, ნუ ციხესიმაგრეებისაც, მაგრამ ძირითადად ეკლესიების აღდგენა რესტავრაციაზე მუშაობდა, ესეთი საბჭოთა კავშირში არ იყო. ეს აქ შეიქმნა საქართველოში, შეავნაძის დამსახურებით, საბჭოთა კავშირის გმირი ცნობილი არქიტექტორი ირაკლი ციციშვილი ხელმძღვანელობდა, მე როგორც ხელოვნება ცოდნე აქტიურად ვიყავი მაშინ ჩართული საქმიანობაში და აი ძეგლთა დაცვაც კურირებდა. იმიტომ ის მის ბალანსზე იყო და იქ თუ რამე დაზიანდებოდა, ის ახლა მთელი საქართველოს მთელი ხალხი და მსოფლიო საგანძურია, ხო ის ფრესკები, რომელიც ვარძიაში არის. და ამიტომ ერთგანი უნდობლობა იყო მათი მხრიდან, რომ ჩვენ ეს ეკლესიას გადავცეთ, იქ მერე სანთლებს დაანთებენ, ის სანთელი შეიძლება იმ კედელზე, იმ ფრესკაზე, თქვათ, მეამაგრონ და ეს ფრესკები ამდენი საუკუნის განადგურდეს. ამიტომ ერთ პერიოდი თავიდან ცოტა წინააღმდეგი იყო ბატონი ირაკლი ციციშვილი, თუმცა მე შეთანხმება მოხდა თვითონ უშუალოდ მეგონი პატრიარქი იყო ჩართული, რომ ჩვენ იქ სანთლებს არ დავანთებთ. აი სადაც ფრესკები არ დავანთებთ. ეს ამით ტაძარი გადაეცა. მაგრამ აქ არის საინტერესო ფაქტი, რომელიც აი ძალიან კარგად მახსოვს, როცა აი ვარძიაში წირვა დამთავრდა, იქ პატარა ჯგუფი მოვიდა, რამდენი 3-4 კაცი იყო, ახალქალაქიდან, ერთი სოფელი ტურცხი, იქიდან მოვიდნენ, იყვნენ ისინი სომეხი კათოლიკეები, ანუ სომეხი კათოლიკოს რომ ეს საერთოდ სხვა კონფესია არის, არ არის რომის კათოლიკური, არის ცალკე კონფესია არის. ისინი მოვიდნენ და უბრალოდ თხოვეს იქ პატრიარქს, რომ იქნება ჩვენთან ჩამოხვიდეთ, აი ჩვენ ესე ტაძარი გვაქვს, მორწმუნეები ვართ, ყველაფერი. მაშინ სურვილი გამოთქვა, რომ წავიდეთ, იმიტომ სცენაში უკან უნდა მოbrunებული ყავთ და ისევ ახალციხე ბორჯომი დაბრუნებული ყავით, მაგრამ აი უცებ შეიცვალა მარშრუტი და ჩავედით ახალქალაქში, მივედით იმ სოფელში, მაგრამ არაჩვეულებრივი გალობით, იმით დიდი სიყვარულით დახვდა ეს ხალხი, პატრიარქი ძალიან მოიხიბლა და მე სხვა შორის თვითონ თქვა, რომ მათაც ისევ მეცითო გავხსენითო ეკლესია და მართლაც რამდენიმე თვეში ის ეკლესია გაიხსნეს, დღესაც მოქმედია ტურცხში და შემდეგი მარშრუტი გაგრძელდა და აი მაშინ პირველად პატრიარქი მოხვდა იმ ფარავნის ტბაზე. და აი პირველად მაშინ ჩაატარა ეს მსახურება, მაშინ არც ღია საკურთხეველი იყო, არაფერი არ იყო. აი გარეთ ეს ლოცვა ჩაატარდა და აი მაშინ გამოთქვა სურვილი, რომ იქ რო ტაძარი და მონასტერი აგებულიყო. და აქ მაშინ დემოგრაფიული ვითარება ძალიან მძიმე იყო. და მე ჩავეწერებიო თვითონ ფოკაში, სოფელია ფოკა, იმიტომ რომ იქ ეკლესიის ან მონასტრის გახსნას რო ითხოვ, ადგილობრივი მოსახლისგან უნდა ყოფილიყო, ესე იგი, თქვათ, თბილისელი ადამიანი ვერ მოითხოვდა, რომ აი, მაშინ ბოგდანოვკის რაიონი ერქვა, რომ ბოგდანოვკის რაიონში, ფოკაში, მე მინდა, აქვეა იქ რომ რელიგიური ორგანიზაცია გაიხსნას. თუ გინდა აი თბილისში მოითხოვე შენ ქუჩაზე, მაგრამ იქ რატო ითხოვ? ამიტომ აი მაშინ თქვა და მართლა ჩაეწერა იქა და უკვე 1 წლის თავზე 88-ში უკვე ვიყავით, მაშინ ღია
საკურთხეველი იყო და პირველი წირვა ღია საკურთხეველზე ფარავანთან მაშინ ჩატარდა. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კიდე ერთ მომენტში ევხები აქ, იმიტომ რომ არის რაღაც ესეთი, თქვათ, ზოგი ესეთი კრიტიკულ ასած გამოთქვამს, რომ იქო მოხდაო კათოლიკური ეკლესიის, ესე იგი მართლმადიდებლებზე გადაცემა, ეს ადიგენის რაიონის სოფელ უდეს შეეხება. მახსოვს 10 ივლისი იყო ზუსტად, რომ იყავით იქ, იქ სხვა შორის ეს თვითონი მოსახლეობიდან წამოვიდა ეს სურვილი. ანუ ესე არ ყოფილა რომ პატრიარქმა თქვა რომ აი ახლა აქ დაკეტილი ის არქვა მოქმედი ეკლესიები არ იყო, რომ აქ ეკლესია გაიხსნას. ამაზე საუბარი არ იყო. თვითონ იმ სოფლის მოსახლეობა იქ მაშინ ესე თქვა რაღაც ესეთ ეზოში რაღაც სადილიც გაემართეს, იქ ვიყავი და იქ იმას მინძებნა იმან რომ აი იქნება რომ ეკლესია გაიხსნასო. იმის მერე ჩვენი გვერდით სოფელი არ არის. იქაც ვიყავი და იქაც იქ ძალიან ესეთი მორწმუნე მრევლი იყო ეხლაძა, მაშინაც ეს კათოლიკეები შეხვდნენ, გალობა იყო ყველაფერი იმ პატარა ტაძარია წმინდა იოსების სახელზე. იქაც მოიხიბლა პატრიარქი, რომ აი თქვა ამ ქვია სოფელში რაც 50 წელი მღვდელი არ აყავთ რაღაცა, რომ ხალხი ამ თავის რწმენას გალობების, ლოცვების სახით ესე კარგად ცოცხლად ინახავს და მაგრამ იქ მოსახლეობამ პრინციპულად უთხრა, რომ კი ჩვენ გვინდა ეკლესია რომ გაიხსნას, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ ეს იყოს მართლმადიდებლური, ჩვენ კათოლიკეები ვართ, გვინდა რომ კათოლიკური ეკლესია იყოს, იქ ეკლესია გაიხსნა. იქ არის კათოლიკური ეკლესია, ასევე სოფელი ხიზაბავრაში, ასმინძის რაიონში, იქაც შემაღალმცდელობები იყო, რომ მართლმადიდებლური ტაძარი გახსნილიყო იმ ყოფილ კათოლიკურ ადგილზე, მაგრამ ის კათოლიკურმა მოსახლეობამ თავის პრინციპულობით შეინარჩუნა და იქაც მოქმედი ის არის. ასე რომ იმის თქვათ ეხლა მე შემხვდა წერენ ხოლმე რომ აი იქ წაართვა ის არავის არაფერი არ წაურთმევია. მე ამბობ ეს 87 წელში. ის მოხდა იმ სოფლის მოსახლეობის სურვილით. იმას არავინ ენაზე არ ეკაჩებოდა, თუ არ იტყოდნენ, ეხლა ძალად მაშინ მithumenes იმ პერიოდში, საბჭოთა პერიოდში საერთოდ წინააღმდეგი იყო ხელისუფლება ახალ ეკლესიების გახსნის და მithumenes ძალად ხარ გახსნით. დიახ. ძალიან საინტერესო არის ასეთი საკითხების მოსმენა თქვენგან, მაგრამ მე ხა მაინტერესებს კონკორდატის. იმიტომ მე ვიტყვი, ხა ძალიან ბევრი ამაზე საუბრები ის ტელევიზიით, მაგრამ აი ესე რაღაცები არავინ არ საუბრობს სამწუხაროდ. ეს იეროლიყების მიწებება ადვილია რომ ესე მოხდა. კი, რა თქმა უნდა, ხა არის იქ ტაძრები, 5 ტაძარზე, რომელიც თქვა კათოლიკეებს დავა აქვს, მაგრამ იმას ყველასა განსხვავებული кейსი. და ხა თუ სახელმწიფო და ადგილობრივი აღმასკომმა თქვა ის გადასცა თქვა მართლმადიდებლებს, ეს იმათ პრობლემა და არა მართლმადიდებლურ ეკლესიას თქვა ეს არ მოუთხოვია. ბატონო ნუგზარ, კონკორდატზე მინდა თქვენი მოსაზრება. ანუ საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ასე ვთქვათ, არსებულ აი ამ შეთანხმებაზე, რომელიც არეგულირებს, ასე ვთქვათ, მათ შორის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, როგორ სრულდება კონკორდატის პირობები დღეს? ახლა საერთოდ ამასაც მოწინააღმდეგეებიც ბევრი ყავს. თავიდანვე იყო, მახსოვს, როცა იყო, მაშინ ნაწილი გამოდიოდა წინააღმდეგე არ არის საჭირო. ეხლა თუ მაგალითად იქ მოსოლინიმ გააფორმა 1929 წელს კონკორდატი, ის საერთოდ სხვა დროა და სხვა პირობები იყო. იმის შედარება, თქვათ, დღევანდელ საქართველოსთან არ არის გამართლებული. მაგრამ რაც შეეხება, ეხლა აქ ესე არის, თქვათ, ეკლესია მოინდომა და თქვათ, სახელმწიფომ ეს კონკორდატი გააფორმა. მე ვთვლი, რომ ეს თვითონ სახელმწიფოშიც იყო რაღაც წრეები, რომელსაც უნდოდათ. უნდოდათ, რომ რატო? რომ ამით ეკლესია უფრო დაქვემდებარებული ყოფილიყო. იმიტომ რომ როცა თანხას ვიღაცას უხდი, ანუ მუსიკას როცა უკვეთავ, ან თანხას როცა უხდი, მუსიკასაც უკვეთავ, ხო? ანუ რაღაცა გავლენები გაქვს. აი ეს არის, იმიტომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოდან და რაღაცა რომ მასზე ზეგავლენები გქონდეს, ზეითადად ალბათ ეს არჩევნების პერიოდში საერთოდ დემოკრატიული სისტემის მახასიათებელი არჩევნების პერიოდში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება პარტიები ცდილობენ რომ რელიგიური ორგანიზაცია მის სასიკეთოდ გამოიყენონ. ეს საბჭოთა პერიოდშიც კი იყო მაშინაც. მახსოვს აი 89-90 წლებში ხედავთ აი იქ
ცენტრალური კომიტეტი რაღაცა არა მარტო მართლმადიდებლო, აი პატარა პროტესტანტული ჯგუფები რო ამაში სექტებს რო ეძახდნენ, იმათ ლიდერებსაც კი ხვდებოდნენ და ალბათ რაღაცას პირდებოდნენ იმათაც. რომ არჩევნებში რაც შეიძლება, ესე იგი მეტი ხმის მობილიზაცია მოხდეს. ამიტომ კონკორდატთან დაკავშირებით, ნუ ეხლა ახსნილია ისე რომ რაც აი საუკუნეების მანძილზე განსაკუთრებით იმ რუსეთის იმპერიის დროს, საბჭოთა პერიოდის დროს ქართულმა ეკლესიამ ზარალი მიიღო და სახელმწიფო დაეხმაროს ამის ანაზღაურებაში გასაგებია. ასე რომ ეკლესიის ის ისტორიული როლი რო გამოჩნდეს, რაც ამ 1700 წლის მანძილზე ქართულ ეკლესიას ჰქონდა ქართულ სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, ქართული ამ თვითშეგნების, რა ვიცი, ყველაფრის, თქვა, კულტურის, იდენტობის, იმის ჩამოყალიბებაში, დაცვაში, შენახვაში, დღემდე რომ მოვიდა ეს ყველაფერი, ნუ აი ამის ესე თქვა, აი სამადლობელი ჟესტი. ესე შეიძლება ჩავთვალოთ. თუმცა შეგვიძლია ისიც დავამატოთ, რომ ნუ ამის კრიტიკოსებიც არიან, რომ თვითონ ეკლესიისთვის შეიძლება არ იყოსო კარგი. რატო რომ არ იყოს ის დამოკიდებული რაღაცა ფორმით, ხო, არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოს. ბატონო ნუგზარ, დღევანდელ გადაცემაში ჩვენ არ შეიძლება რომ არ შევეხოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და მაშინ აი ამ ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის ფაქტს, რომელიც პირდაპირ ილია მეორის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ძალისხმევით და მისი დამსახურებით უშუალო მონაწილეობით, მოდი ესე თქვა, უშუალო მონაწილეობით. მაინტერესებს თქვენი შეფასება აი ამ მოვლენის, ამ ფაქტის. აი როგორ განხორციელდა? როგორ განხორციელდა? რა თქმა უნდა, ეხლა როცა ამაზე ვსაუბრობთ, უნდა პირველ რიგში ეს არის პატრიარქის დიდი ავტორიტეტი. ვისთან? რუსეთის ფედერაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ რა თქმა უნდა რუსეთის ეკლესიის მიმართ იყო ეს გაგზავნილი ეს თხოვნა, რუსეთის ეკლესიამ კიდე რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა და ხელისუფლებამაც ეს გაითვალისწინა და აი ესე თქვათ საშუალება გამოინახა. ამით შეიძლებოდა, ეხლა შეიძლება იცი რაღაც ძალიან ბევრი რაღაც ვერსიები შექმნათ, რომ ამით რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა რომ უფრო აი საქართველოს ეკლესია მისდამი მეტი ლოიალობით ყოფილიყო, გამშვალო, ეხლა ბევრი რაღაც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ფაქტი ისა, ჩვენ გვაინტერესებს ეხლა რა იყო და იქ ფარდისიქით რა ხდება, ძნელი სათქმელია და ეს რაღაც ჭორობის დონეზე, მაგრამ ჩვენ რეალურად რაც მოხდა, ეს ფაქტი განხორციელდა. თუმცა არის ერთი მომენტი, რომელიც ალბათ ესეც არ უნდა დავმალოთ, მანამდე, ესე იგი 9-ში, 11-ში სამი მიმართვა გააკეთა რომის პაპამ, მაშინ ბენედიქტ მე-16 იყო, სამი მიმართვა გააკეთა ამ ომის შეწყვეტაზე, მათ შორის იმ მესამე მიმართვაში ისიც იყო, რომ აი თქვათ დაჭრილების და მიცვალებულების იქიდან გამოყვანის შესახებ. ანუ საერთაშორისო დონეზე რომის პაპმა დააყენა ესეთი. და აი აქ უკვე საქართველოს რუსეთს შორის ეს პატრიარქმა დააყენა და ნუ შედეგი რა თქმა უნდა ნახეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით ილია მეორის ღვაწლს ქართველი იერის წინაშე და ზოგადად ეკლესიის წინაშე? იყო თუ არა რამე ისეთი, რისი გაკეთებაც თქვათ მას ძალიან უნდოდა და რაღაც გარემოებების გამო ან ვერ შეძლო, ან არ შეძლო, ან ვერ მოხერხდა ამის გაკეთება? ამ ღვაწლის შეფასება ძალიან რთული უზარმაზარია. უბრალოდ ეს რომ სწორედ მოხდეს, უნდა შევხედოთ, ნახოთ რა იყო იმ 70-იან წლებში და რა არის დღეს. ეხლა ერთი ორჯერ კიდეც ვახსენეთ, რომ 5 მღვდელმთავარი იყო, 53, მე 54, რა ქვია, მოქმედი ტაძარი იყო, რამდენიმე მონასტერი, სადაც 2-3 ვთქვათ მონაზონი იყო და ეხლა დღევანდელი სურათი რო ავიღე. სასულიერო სემინარიაზეც ხო არ გვეტყოდით? არა, სემინარია იყო ეს ეფრემ მეორის დროს გაიხსნა 1963-ში. აი მე როცა უკვე თბილისში გადმოიტანეს. ხო, ეს 88-ში ის უკვე ფაქტობრივად სემინარია გადმოიტანას და გახდა სასულიერო აკადემია და ამის მიზანი იყო განათლების დონე ამაღლებული იყო და იქ უკვე სასულიერო პირები მომზადებია. ხო, სასულიერო პირები მომაღლესი განათლებით მოემზადებიან და მაგრამ უამრავი
პროფესორები მოიწვიეს მაშინ თბილისში, წამყვანი პროფესორები თბილისის სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. ნუ ძირითადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იყვნენ, რომ ეს დონე ამაღლებულიყო. ასევე ცდილობდა პატრიარქი, რომ უცხოელი მეცნიერებიც, პროფესორებიც რომ ჩამოსულიყვნენ. მე უშუალოდ მოწმე ვარ, იმიტომ ამის რა ქვია, მაშინ პირველ ეტაპზე ძალიან რა ქვია, ცდილობდა. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. კადრების ამბავი და რა არის თავარი? 88-ში როცა ეს გაიხსნა სასულიერო აკადემია, პირველი შემთხვევა იყო საბჭოთა პერიოდის მანძილზე, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან აი ამ სურვილები არის საბარებდა, ხო? აბიტურიენტი, ხო? მათ მე ფილტრი არ იყო გამოყენებული. ანუ ყველა მიიღეს, ვინც მივიდა, არავინ თქვათ იმ სახელმწიფოს თუ იმ სტრუქტურებს ვინც ამოწმებდა და ამოწმებდა. ახლა ძირითადად რატო ამოწმებდა? ახლა აქაც რაღაც მითები რო არ იყოს, ამოწმებდნენ იმას, რომ იქ ნორმალური უმაღლესი განათლებით, რა, ესეთი ადამიანი არ მოხვედრილი იყო. მოხვედრილი იყვნენ თქვათ, ყოფილი კრიმინალები, უვიცები, ის ხალხი, რომ მათ ესეთი დადებითი იმიჯი, მღვდელმსახურის დადებითი იმიჯი არ შეექმნა და აი 88 წლიდან ვხედავთ, რომ იქ უმრავლესობა პირველი განსაკუთრებით პირველი მიღება ხა ვიცნობ ბერს ესე უმაღლესი განათლებით იყო ზოგი მგონი ხარისხიც ჰქონდა ზოგს ესეთი ადამიანი ვისაც მართლა წვენა ჰქონდა აინტერესებდა აი ხა ეს ლევან აბაშიძე ცნობილი თეოლოგია ის მოსკოვში იყო მანამდე და იქიდან ჩამოვიდა აქა და ჩააბარა 88-ში აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის ნუ ახლა ტომოზე უკვე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და სამების ტაძარი ეს აგება თავიდან ოცნებობდა პატრიარქიო დიდი ტაძარი თბილისში ახალი დიდი ტაძარი აეგოთ ესეთი აი საპატრიარქო ტაძარი და წლები დაჭირდა მაგრამ ესეც ნახეთ რომ დიდებული ტაძარი ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს ეს არის ერთგვარი ძეგლი პატრიარქ ილია მეორესი ესე ვთქვათ ხელთუქმნელი ძეგლი ბატონო ნუგზა, როდესაც მიღწევებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ილია მეორის მიერ დასავლეთ ევროპის ეპარქიის შექმნა, რომლის უფლებაც მას მსოფლიო პატრიარქმა მიანიჭა და ეს ძალიან დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა. აი ამ საკითხზეც იქ ერთი არის რამდენიმე ეპარქია არის, ვიცით, ავსტრალიაშიც არის, დიდ ბრიტანეთში არის, დასავლეთ ევროპის არის, შეერთებულ შტატებში არის. კი, მართალია, იმიტომ ეხლა ამასაც ზოგი ხა კრიტიკულად უყურებს, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ უამრავი ქართველი ადამიანი, რომლებიც ნახა იმიგრანტებს გულისხმობ, არიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, არიან შეერთებულ შტატებში, ეს ალბათ ასეულობით 1000-ია. ნახა წარმოიდგინეთ, თუ ავიღებთ აი სანამ შეიქმნებოდა, სანამ წასულიყო ეს ადამიანი. ხო, სანამ წასულიყო, იმიტომ იქ არის ძირითადად რუსული მართლმადიდებლური ეკლესიები ყველგან და მათ თავის ეპარქიები აქვთ ეპისკოპოსები, აქვთ მღვდელმთავრები. ეს ახლა კი საბჭოთა პერიოდშიც იყო, მახსოვს, აი საბჭოთა პერიოდში პირველად როცა ვნახე რუსეთის საპატრიარქოს საეკლესიო კალენდარი. დიახ. 70-იან წლებში მაშინ ბავშვი ვიყავ. ხო და გამიკვირდა, ხა რამ გამოვოცა, რომ 70 მღვდელმთავარი და ვიკარიუსი ყავდა მთელ მსოფლიოში. რუსეთის საპატრიარქოს. მაგრამ ამის გარდა უნდა ვიცოდეთ, რომ იქ არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ესე ვთქვათ, აი თეთრგვარდიულ ემიგრანტების ეკლესიას უწოდებთ. ისინიც არიან, მათ ერთმანეთში საერთოდ არ აქვთ კავშირი. ცუდი კავშირი არა, ერთმანეთში კავშირი არ აქვთ. ამის გარდა არის ბერძნული ეკლესიები, რომლებიც ახლა თქვენ რომ ბრძანეთ უშუალოდ მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციაში არის, მათ შორის პარიზის წმინდა ნინოს ტაძარი, რომელიც ხა ეფრემ მეორესგან უშუალოდ აი მოყოლილი აქვს ესე მოყვა, როცა იქ თქვა ჩავედიო, ეს არის 62-63 წელში იყო. დეკანოზი ილია მელია იყო წინამძღვარი და ახლა დიდი სიხარულით შეხვდა, იმიტომ ამდენი წელი თქვა იქ სამშობლოდან თქვა ქართულს არ შეხვედრია, აქ ჩამოსული ადამიანი, პატრიარქი მით უმეტეს და თხოვ იქნებო თქვენი კალთის ქვეშ, ან თქვენ იურისდიქციაში მიგვიღოთ და მაშინ მე ვუთხარი, სადაც ახართ, კარგად ახართ და აი მან დარჩით როგორც ხართო. ხო, ანუ ეს ქართული სამრევლოც მხოლოდ მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციაში პარიზში იყო.
შემდგომ პერიოდში, როცა ეს ეპარქია იქმნება და მღვდელმთავარი დაინიშნა და მისი თქვათ მე იმან წინამძღვრების დანიშნა და განსაკუთრებით მე რაც კარგად ვიცი თქვათ ეს იტალიაში ძალიან ცნობილი ეს რომის სამრევლო ფლორენციის სამრევლო არის კიდე ამდენიმე სამრევლოა მეგონი ბარში იქ არიან ქართველი მღვდელმსახურები მსახურობენ ქართულ ენაზეა მსახურები ქართული გუნდია საგალობლები ყველაფერი და ამიტომ იმ ქართველ ადამიანებს კვირაში ერთხელ აქვს საშუალო აი სამშობლოს ეზიარონ დიახ აი ამ კუთხითაც არა მარტო რელიგიური კუთხით სულის გადარჩენა რასაც ქვია სულთა ესეთი მამულიშვილი კუთხით ეს არის რაღაც ესეთი კერა საქართველოს ესეთი კერა შექმნილი თქვა შეერთებულ შტატებში ევროპაშიც სადაც აი თქვა ძალიან დიდ როლს თამაშობს იმ აი ქართველობის შენარჩუნებაში იდენტობის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ესე იგი არ უნდა გაგვიკვირდეს ახლა კი არის გასაგებია რომ მართლმადიდებლობა ეს რაღაც ესეთი ტერიტორიალური ეკლესიებია ყველა სახელმწიფოში თავისი ავტოკეფალური ეკლესია მაგრამ არის ესეთი ადრეც იყო ძველ დროში აი მეტოქიონები თქვა ეს მეტეხის ტაძარები იქიდან მოდის მეტოქიონიდან ესეთი მეტოქიონი ტაძრები აქვს ბულგარელებს ბერძნებს რომინელებს მოსკოვში იქაც არის და ახლა აქ არაფერი ესეთი არ არის რომ ესე ჩვენს გვეკუთვნით ჩვენს გვაქვს თქვა უცხოეთში ქართული სამრევლოსთვის და ამაზე შეიძლება დიდი მადლობა იმ ადგილობრივ ეკლესიებს განსაკუთრებით თქვა ვიცი ახლა იტალიაში სხვაგანაც ევროპის სხვა ქვეყნებში რომელიც ეს ტაძრები მათ უსასყიდლოდ გადასცეს აი ეს კათოლიკური ტაძრები გადასცეს ამ ქართულ მართლმადიდებლებს ესე თქვა მსახურების ჩასატარებლად დიახ ბატონო ნუგზარ მე ასევე მაინტერესებს ერთი საკითხი 2017 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიომუჯირი გამოაცხადა თავის თანამოსაყდრედ. ნუ სინოდის ზოგიერთი წევრი ამბობდა რომ ამ საკითხის განხილვა უნდა მომხდარიყო სინოდის სხდომაზე, თუმცა ასე არ მომხდარა. დიახ და მე მაინტერესებს ამ ფაქტის თქვენეული შეფასება. რამდენად სამართლიანად იქნა არჩეული მოსაყდრედ 2017 წელს? აქ რა ვინმე ქვეშ ატარებს პატრიარქის გადაწყვეტილებას, მე ესეთ კითხვას დავსვა. აი ვინმე ეჭქვეში ატარებს? აყენებს? არა. ახლა როგორ მოხდა? მართალია. მოხდა ისე რომ ნუ ერთ საღამოსაც თქვა იქ დაჟდა და დაწერა და მეორე დღეს თქვა დაიბარა მაშინ ეპისკოპოსი შიოც თბილისში და გააცნო. მეგონი მისთვისაც ახლა ესეთი იყო სიახლის ამბავი, როგორც აღწერე ვინც იქ ესრებოდა მღვდლები თან უშუალოთო თვითონ დაწერა არავის არ დაუძახა დასახმარებლად თუ აი ეკანახა და რაღაცა იმიტომ იმ პერიოდში რაც წერა უკვე უჭირდა დიახ წერა უჭირდა მაგრამ თვითონ მარტო იყო იქ კაბინეტი თვითონ დაწერა და მეორე დღეს გასაჯაროვდა ეხლა ეგ თქვა რა არის აქ პრობლემას რაში ხედავენ უბრალოდ აი მე ვერ ხვდები პატრიარქის სურვილით თქვა დანიშნა ეს თანამოსაყდრე თანამოსაყდრეები მანამდეც იყო ეხლა ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის კი აი ზუსტად ეს საკითხი მაინტერესებს წელში როცა თქვა ეგლესიის აღდგენა მოხდა მაშინაც როდიდან ჩნდება მოსაყდრის თანამდებობა და აი რატომ ჩნდება რა გარემოებიდან წელში აი 1917 წელს აღდგა ეკლესია მაშინ კირიონი ხო აირჩიეს პირველ პატრიარხად და ლეონიდე ოქროპერიძე დააყენა მან თქვია თანამოსაყდრე მაშინაც ეხლა დიდი ისტორია ხა მაგას არ მოვყვები მაგრამ ახსნა მაშინაც ჰქონდა ეხლა ის ახსნა იმ პატრიარხმა რატო დანიშნა ანუ პატრიარხს აქვს ამის უფლება დანიშნოს მე ახლა კიდე ერთ მომენტს გავიხსენები 1933 წელია საეკლესიო კრება კალისტრატე ცინცაძემ რო ჩაატარა და აი მაშინ უკვე ეს ეწოდა კათოლიკოსის თანაი სინოდი ანუ კათოლიკოს პატრიარქია მთავარი და ის ხელმძღვანელობს იმ სინოდსაც. დიახ. ანუ ის რიგითი წევრი კი არ არის სინოდის. ის არის, თქვათ, მის ხელმძღვანელი, თავმჯდომარედ ეს სინოდი მასთან არსებობს. თანაი მაგას ნიშნავს. ამიტომ ეს ეხლა კი არ მოხდა, ეს ჩათვალა მაშინ 33 წელს კალისტრატე ცინცაძემ, რომ ესე იყო საჭირო. ეკლესიის უკეთ მართვისათვის. მე მაინტერესებს მეუფე შიომუჯირს აი ამ პროცესში როგორც თანამოსაყდრეს, რადგან თანამოსაყდრია აქვს თუ არა ამით რაიმე უპირატესობა. არანაირი. არანაირი უფლება, აი რაში ჩანს ეს. უბრალოდ ნახეთ როგორ არის.
აი ამ შემთხვევაში, ეხლა მაშინ რაც იყო, უბრალოდ ის პატრიარქი ხშირად შეუძლოთ იყო ფიზიკურად ბევრჯერ შეეძლო რომ ეხემძღვანელა მით უმეტეს ვიზიტებზე ჩასულიყო ეპარქიებში და გასაგები ამ შემთხვევაში მან დანიშნა ეპისკოპოსი შიო მოჯირი და ის თქვა აი ამ საქმიანებს პატრიარქის დავალებით ის თვითონ თავის სურვილით არაფერს არ აკეთებს პატრიარქის დავალებით ხო ანუ პატრიარქის სახელით აკეთებს მისი ლოცვა-კურთხევით აკეთებს ეხლა დღევანდელი რაც არის დღეს ის თანამოსახდე რას ნიშნავს თანამოსახდე ის ნიშნავს სანამ იქნება საეკლესიო კრება სანამ მოხდება ნუ ეხლა სამი კანდიდატი მერე ნუ აირჩიეს ხო მანამდე ვიღაცა ორგანიზაციულ საკითხებს ხო უნდა ხელმძღვანელობდა ეს საქართველოში კი არა ყველა ეკლესიაში ესეა როცა ეკლესია დაქვრივდება იქ თქვათ არის ერთ-ერთი მღვდელმთავარი რომელიც ამ პერიოდში ამ ორგანიზაციულ საკითხებს ასრულებს და რა არის ორგანიზაციული საკითხები მომზადება იმ არჩევნების და მისი ჩატარება სრულყოფილად აი ეს არისო ასე რომ თქვათ იქ მეტი ხმა და ესე კანონიკურად და ლეგიტიმურად ესე არ არის ეხლა პიროვნულად ვის რა გავლენებია ეგ სხვა ამბავია ბატონო ნუგზარ მე მაინტერესებს მაგას არ შევეხები მაგრამ კანონიკურად როგორ თქვენ გკითხეთ ესეა ეს პიროვნება არის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის რომ მოამზადოს მთელი ეს პროცესი სანამ არ ჩატარდება თქვათ ის არჩევნები და არ აირჩევენ კრებაზე ახალ ნაქვია პატრიარქს მე მაინტერესებს რა მისი ფუნქცია მთავრდება მაგით დიახ მე მაინტერესებს რა სითვალისწინებს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება და რა არის ის კრიტერიუმები რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კი ბატონო ეს დებულება ეხლა ადრეც იყო მაგრამ 95-ში მიიღეს მერე ახალი მაშინ დეკანოზი იყო ბასილ კობახიძე ის იურისტი იყო საერო განათლებით დეკანოზი იყო ის პროექტორიც იყო სასულიერო აკადემიის და პატრიარქის ხელში გაიზარდა ის ძალიან დაახლოებული იყო და ძალიან პატივსცემდნენ ნაქვია მას საპატრიარქოში მას როგორც იურის პროფესიით იურის დაავალეს რომ მოემზადებინა დებულება მაგრამ მე როგორც ახლა თქვას მოგონებებში მისი და სხვაებიც ამბობენ იქ არაერთხელ უკვე სინოდის წევრების მხრიდან იყო ნუ თხოვნები თუ მოთხოვნები ახლა არის ზუსტად რაღაც ცვლილებები შეეტანა და ეს ცვლილებები შედიოდა ანუ ეს დებულება იმ სახით არ არის რა სახითაც თქვათ მოამზადა ბასილ კობახიძე ეხლა მე დარწმუნებული ის როგორც იურისტი არ შეეშლებოდა როგორ მოემზადებინა დიახ სავარაუდოდ ყველა სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნის ეკლესიების დებულებების გათვალისწინებით ხო არ შეთხსავდა რა ეს მხატვრული ნაწარმოები ხო არ არის ესეა თქვათ იურისპრუდენციაში რაც არსებობს იმის მე შეჯერები და ქართულ რეალობაზე მორგებით ხო მომზადა ეს დებულება ეხლა დებულებაში რა არის მნიშვნელოვანი იგი გაჩნდა ასაკი დიახ აი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს ქვედა და ზედა ზღვარი გაჩნდა ჩვენ ნახეთ რომ ბოდიში ჩვენ ნახეთ რომ აი ეს მინიმუმ სასულიერო განათლება უნდა ქონდეს. არა, მოდი ჯერ ასაკოვან ზღვარზე დავასრულებ. მინიმუმი არის 40 წელი. ხო, მასზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ესეც ბუნებრივია გასაგები არის. ძალიან ბევრი თქვათ ფაქტორის გათვალისწინებით. მეორე ზედა ზღვარია, ნუ ზედა ზღვარიც გაითვალისწინა რომ ძალიან ხნიერი ან მოხუცი ან შეიძლება უკვე ავადმყოფი წევრი არაერჩიონ ამას რატო აკეთებენ ხოლმე როცა ესეთი ვითარება თანაბარი ძალებია დროებითად ხდება რომ აი ყველაზე თქვა შეიძლება ავადმყოფი იყოს ან ასაკოვანი ის დასვან ხნიერი ადამიანი რომ იმ თქვა სანამ ის იქნება რამდენიმე წელი თუ რამდენიმე თვე რომ მანამ კიდე უფრო ეს დალაგდეს სიტუაციები ესეა საერთოდ მსოფლიო ისტორიაში აქ რამე ესეთი ახალი არაფერი არის და ზედა ზღვარიც განისაზღვრა. შემდეგი არის აი თქვენ ძალიან ეს განათლების რა თქმა უნდა ესე ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეხლა ადრე როგორ იყო? ადრე იყო სემინარია, მაშინ იყო ნუ დებულება არსებობდა რომ სემინარიის დამთავრების გარეშე არ უნდა აკურთხონ ღვდლად. მაგრამ პრაქტიკაში ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის ეხლა შეიძლება ზოგი ღვთისმთავარიც არის სემინარიაშიც არ უსწავლია და ისე ღვთელთან აი გამოსცილ ღვთელს
მიაბარებენ, ის რიტუალურ ამბებს ასწავლის. ამ უნარჩვევებს მიიღებს, კი არა, მიაბარებულია მღვდელთან, უნარჩვენებს მიიღებს, მას აკურთხენ. მე მესმის ეს პრაქტიკა რატო იყო? იმიტომ რომ თქვა, როცა ნაკლებობა არის, ესე თქვა შეელოთ მოემზადებინათ ერთი და მეორეც აი ეს ფილტრი რო არის იმ სემინარია და რაღაცა და იქ სახელმწიფო ფილტრავდა და ხშირად ხოლმე ესეთი არასასურველ პიროვნებებს აძლევდა ნებას და სასურველებს. არა, ამ შემთხვევაში ეს ფილტრიც გამორიცხული იყო. იმიტომ ეს ალბათ სახელმწიფოს მოთხოვნა იყო მაინდამაინც სემინარიაში, რომ იქ თქვა კარგად დაკვირვებოდნენ ვინ არის, როგორია და ასე შემდეგ და ანუ ეს პრაქტიკა იყო. აი ამ დებულებით, რომელსაც თქვენ უკვე ხო დამოუკიდებელი საქართველოა, ხო არავინ აღარ ერევა ეკლესიის საქმეებში, ხო? ხო და ამიტომ გასაგებია ეს უმაღლესი განათლების მოთხოვნაც გადმოვიდა წინა პლანზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, მრევლის დონე გაიზარდა. იზრდება თუ იმ 80-იან წლებში უმეტესობა საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა მრევლს გულისხმობა რა, თქვა ქრისტიანობაზე და მაშინდელი თქვა აი მე ვახსენე საღვთის მეტყველო კრებულები და ქადაგებებიც არის გამოსული რამდენიმე მღვდელმთავრის, რო წაიგითხო ძალიან პრიმიტიულ დონეზეა და მე ამას ვამბობ, იმიტომ კი არ არის პრიმიტიულ დონეზე, რომ ამ ეპისკოპოსს არ შეეძლო უფრო თქვა თეოლოგიური კუთხით წარმოეჩინა ეს თავის ქადაგება. არა, ის პრიმიტიული, იმიტომ რომ იმ ადამიანმა გაიგოს, ვისაც საერთოდ წარმოდგენა არა ქრისტიანობას. მაგრამ დღეს ის დონე აღარ არის, გაიზარდა მრევლის დონე. სასულიერო პირების დონე სხვა. დღეს შეიძლება აი დიაკვანი იყოს, ან რიგითი მღვდელი, მეორე მღვდელი იყოს და მას საერო უმაღლესიც აქვს, საერო უმაღლესი განათლება, თეოლოგიურიც აქვს და ამიტომ საჭიროა რომ განსაკუთრებით ვინც ეკლესიის მწყემსები არიან, მათ კონდეთ ეს მაღალი განათლება და კიდევ ერთი ფაქტორი, როცა უხდება შეხვედრა სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან, არა, მათ უნდა შეეძლოთ ესეთი მაღალ თეოლოგიურ დონეზე დიალოგის წარმოება. ასევე თქვა, როცა უცხოეთში მიემგზავრებიან, ანუ ხდებიან უცხოელ სტუმრებს, სასულიერო პირებს, ანუ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე. ვამბობ, იქაც ეს მაღალი დონის განათლება, მარტო რიტუალები აღარ არის საკმარისი. მაღალი დონის თეოლოგიური განათლება არის აუცილებელი. და ბოლო კითხვა ბატონო ნუგზარ, როგორ ფიქრობთ, როგორი მემკვიდრეობა ხდება მომავალ კათოლიკოს პატრიარქს და რა იქნება მისი მთავარი სირთულე, ან მთავარი გამოწვევა? წინვალე ხდება ესეთი, აი, რო იტყვენ, უნდა კაცმა ინატროსო. შევატაროთ იმას 77-ში ან 72-ში. რას ამბობთ? ეკლესია არის, ესე იგი, გაძლიერებული ბევრად. მრავალი ნაძარმონასტრებია, სასულიერო პირები, აგი 39 მღვდელმთავარი არის, სასწავლებლები არის, არა მარტო თბილისის, სხვაგანაც არის, ხო ეს სასულიერო სასწავლებლები, მრევლიც, ანუ ბევრად. რა იქნება მთავარი სირთულე როგორ ფიქრობთ? მაგრამ აქ მთავარი სირთულე დახვდება. ნახეთ, აქამდე როგორ იყო. იყო მთავარი მწყემსთავარი, პატრიარქი, რომელიც დღეს მე მგონი სულ ყველა მისი ხელდასხმულები არის. მის ზოგი არის მის დროს მისი პატრიარქობის დროს დაიბადა, გაიზარდა და ხარისხში ავიდა. და ეხლა დააკვირდით. აი ეხლა უკვე იქნება ყველა თანაბარი იქნება. ყველა თანაბარი, რა ქვია, ძმები არიან. ამ შემთხვევაში იყო დამოკიდებულება მამა და შვილები. ეხლა არიან, რა ქვია, ძმები. ამიტომ დღეს მართვა ბევრად რთული იქნება პატრიარქისთვის. მართვა, ანუ წყემსთავრობა ბევრად რთული იქნება, იმიტომ რომ აი ეხლა ესე უბრალო იმით რომ თქვა, აი მე შენზე რამდენიმე წლით მეტი ხელდასხმა ქიროტონია და მეტი ბერი ვარ უფრო მრავალი წლის ვიდრე შენ და ასე შემდეგ მარტო ეს არ გაჭრის. აქ უნდა ძალიან ბევრი ადამიანური თვისებებით გამოირჩეოდეს. პირველი ეს არის, ეს არის მე ამას ვამბობ ყოველთვის, რომ ორგანიზაციული უნარი უნდა გქონდეს. მართვა არ არის მადლი. შეიძლება ძალიან დიდი თეოლოგი იყოს. ძალიან დიდი, სოფლიო დონის. მაგრამ ის მთავრად დიპლომატიური ნიჭი უნდა გქონდეს აუცილებლად. ორგანიზაციული, პირველ რიგში ორგანიზაციული, იმიტომ რომ შენ ამ
შენ ძმებს, ანუ ეპისკოპოსებს, ხო? დიახ. უდო უმწყებს. მეორე გასაბრძანებთ. დიპლომატიური, იმიტომ რომ ურთიერთობები გაქვს ხელისუფლებასთან, ურთიერთობები გაქვს უცხოელ სასულიერო პირებთან, ხო? ეკლესიას შორისი ურთიერთობები და შეიძლება იქ ურთიერთობა კონდეს იმ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც, ხო? ამიტომ განათლება ენების ცოდნაც სასურველია, მაგრამ მთავარი მაინც არის ეს ორგანიზაციული უნარი, ნიჭი როგორი აქვს ამისი და აი ეს ურთიერთობის კომუნიკაციას ხმარობა, ხო ესეთ მოდაში ეს იყო. ურთიერთობების დამყარების უნარი, ну, ასეთ შეება აი დიპლომატიური უნარიც უწოდოთ. ეს აღნიშნულოვანია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი გადაცემის სტუმარი გახლდათ რელიგიათმცოდნე ისტორიკოსი, პროფესორი ბატონი ნუგზარ ბარდაველიძე. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.